ახლა უნდა წავსულიყავი ადვოკატთან. და ადვოკატთან უნდა მიმეტანა ჩემი 5000 ლარიანი ჯარიმის თაობაზე დოკუმენტი. ამ ადვოკატთან ერთად უნდა შემედგინა, ვთქვათ, მას უნდა დაეწერა და ხელი უნდა მომეწერა, რომ ვასაჩივრებთ იმ დოკუმენტისათვის უნდა მომეწერა ხელი, დოკუმენტზე უნდა მომეწერა ხელი, მაგრამ ვერა და ვერ გავედი სახლიდან. ვერ გავედი სახლიდან, იმიტომ რომ გელაძე დანიშნეს ვინმე შინაგან საქმეთა მინისტრად და მინდოდა და იზოლებული ვიყავი, რომ ჩამეწერა ვიდეო ბლოგი იმის თაობაზე, რომ ვინმე გელაძე დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად, კაცი, რომელსაც დაასანქცირებენ უთუოდ. დამოუკიდებლად იმისა, სხვა შორის რამდენად ლოიალური და ანტიგომელაური იქნება. არა, ანტიგომელაური ვერც იქნება და არც, იმიტომ რომ მისი ნაჩალნიკი ირაკლი კობახიძეა, რომელიც თავის მხრივ რასაკვირველია მეტი და მეტი რეპრესიების მომხრეა, მაგრამ რომც იყოს ვინმე გელაძე ანტიგომელაური, ანუ რეფორმები ჩაატაროს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაწმინდოს კადრები, შინაგან საქმე, აი ცუდი კადრები გაყაროს და ასე შემდეგ და სულ ვარ დაერიოს ამ დემონსტრანტებს, მაინც დასანქცირებული იქნება უფრო ადრე ვიდრე გვიან შეერთებული შტატების და არა მხოლოდ შეერთებული შტატების მხრიდან, იმიტომ რომ ამ სისტემის ნაწილია. ჩვენ ვარაუდობდით, რომ მამუკა მდინარაძეს დანიშნავდა ბიზინა ივანიშვილი შესთავაზებდა ჩემს ხელთარწებული ინფორმაციით მამუკა მდინარაძის კანდიდატურა მართლაც განიხილებოდა, მაგრამ მეორე მხრივ როგორ უნდა მოეწყვიტათ ის პარლამენტიდან, ვისთვის უნდა ჩაებარებინათ მე უმრავლესობა დიმიტრი სამხარაძისათვის, ნინო წილოსანისათვის, ამიტომ მაინც მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება, რომ მამუკა დარჩეს პარლამენტში და მიხედოს პარლამენტს პაპუაშვილთან ერთად, მაგრამ აი შინაგან საქმეთა მინისტრად კი დაინიშნოს ვინმე გელაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მანდატურიც იყო, განათლების სამინისტროშიც მუშაობდა, კერძო კომპანიაშიც მუშაობდა, რაღაც პოლიციის სამმართველოშიც იყო, გამომძიებელიც იყო, მოკლედ არანაირი პოლიტიკური skills როგორც ასეთი მას არ აქვს, იყო აი საბჭოთა დროს რომ მილიციელებს ძაღლებად მოიხსენიებთ, ხოლმე არ ვაკადრებ ბატონ გელას რას ბრძანებთ, მაგრამ აი კლასიკური 70-იან წლებში რო ყოფილიყო, ამგვარ ტიპს დაარქმევდნენ მოქალაქეები ძაღლს. არ ვაყენებ ოღონდ არც მას შეურაცხყოფას და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ძაღლობად რომ გარდაიქმნა ან ძაღლობის გზაზე როა შემდგარი შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვახტანგ გომელაური, ან მანამდე ხელმძღვანელობდა, ვინც ხელმძღვანელობდა გვარებს, რა გაიხსენებს და ერთ-ერთი იყო ჭიკაიძე, ასე მაგალითად, როდის იყო ჯერ, ეს ხომ ფაქტია. ღარიბაშვილის დროსაც ძაღლობის გზაზე შემდგარი იყო ჩვენი, ოდესღაც საამაყო შინაგან საქმეთა სამინისტრო რეფორმირებული და ახლა კი აი ამ მრავალ ფერში ძაღლობის ფერი კი ბევრი აქვს, იბოდიშებთ ცხადია. მოკლედ გელაძეზე მინდოდა ორი სიტყვის თქმა, მამუკა მდინარაძეზე მინდოდა ორი სიტყვის თქმა. მინდოდა მეთქვა ბიზინა მესაუბრა თემაზე, ბიზინას გახყავს თუ არა საკუთარი კადრები, წინა ბლოკშიც ვისაუბრე ამაზე, ლილუაშვილი გავიდა, ღარიბაშვილი გავიდა, ეხლა უკვე გომელაური, ვაჟა სირაძე, მაინც და მაინც მისი კადრი კი არ არის, მაგრამ იქ რაღაცა ხდება, როგორც ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ცხადია, არავინ არ მიუტირით ვაჟა სირაძეს ან ხარებას მით უფრო, მაგრამ ისინიც გადიან. ხო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათაც დატოვა ამ ორმა ადამიანმაც დატოვა თანამდებობა. ხო და რაღაცა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინდოდა მესაუბრა თემაზე. ბიზინა ივანიშვილი თეორიულად ხო არ ამზადებს ახალ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლის წევრიც იქნება ასე მაგალითად პირველ თქმელი, აი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ თქვა კახიშვილმა, რომ ბიზინაო ღარიბაშვილის გადადგომამდე თქვა, ბიზინაო პარტიიდან წასვლამდე ბიზინაო ახალ პოლიტიკურ ჯგუფს შექმნისო და როცა პოლიტიკურ ოპონენტებს გააუქმებსო, მე აი ამ ახალი ოპოზიციის წარს დგება საზოგადოების წინაშე და შერკინება მოხდება, ფეიქ შერკინება, ფსევდო შერკინება ვითომ ბიზინა ივანიშვილისა და ვითომ ირაკლი კობახიძის გუნდებს შორის ხალხის ძალამეს როლი ვერ ითამაშა. ვერსია საინტერესო ცხადია, მეც ერთი ხანობა ამ ვერსიას ვაწვებოდი, იქ ლევან დავითაშვილიც შემომყავდა ამ კამპოტში, მასეც საუბრობდი, რომ ეს არის ამერიკული არ არის, ვინც ამ ვერტიკალში არის უკლებლი ყველა რუსია, პრორუსია, ქართულგვარიანი რუსია, ერთმანეთზე უარესები არიან, კი ლევან დავითაშვილი კულტურულად გამოიყურება ვიდრე ირაკლი კობახიძე, მაგრამ ეს არც არაფერს ნიშნავს. მოკლედ ამ თემებზე მინდოდა საუბარი და ყავას სვამდი და ვემზადებოდი
წასასვლელად ამ თემებზე რაღაცი ვერ მივდივარ, ყავა უნდა დამელია, ამ თემებზე უნდა მესაუბრა და მე უნდა გადავთვლიყავი რაღაცა ეს ვიდეო და ამეწვირთა და ასე შემდეგ, მაგრამ აი 4 წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება და უკლებლივ ყველა საკითხი მეორე ხარისხოვანი გახდა. აქვე ვიტყვი, რომ ბოდიშს ვიხდი. თურმე ეს მილოცვა, რომელიც ტრამპმა გაუგზავნა, თუ არ გაუგზავნა, ყაველაშვილს გაჩალიჩებული ყოფილა ეს კიმბერლი ლოუროა, უცნაური ქალბატონი ტრამპის მომხრე, რომელიც რაღაც მშვიდობის ფორუმს თუ რაღაცას ჩალიჩობს აქ რო გააკეთოს სასექტემბროდ, საოქტომბროდ. მოკლედ, არასერიოზულია ხა კიმბერლი ლოუზე საუბარი, ეს იმ გვიმრაძის აღმოჩენილია, ცხადია ხელისუფლების დავალებით, de facto ხელისუფლების დავალებით იმ გვიმრაძისა, რომელიც საზოგადოებრივ მოუწყებელში ჩაბუდებულია და FSB-ს ხაზის გამაგრძელებელია, მაგრამ ამაზე დავანებოთ. მოკლედ, კიმბერლი ლოუს მიუწერია ტრამპისათვის, ადმინისტრაციისათვის კობახიზის წერილი და ამ წერილში, როგორც მე გავარკვიე, წერილში სთხოვენ ადმინისტრაციას, რომ მან მოულოცოს საქართველოს 26 მაისი და ტრამპმაც დაწერა ან არ დაწერა. მოკლედ, წყარო სერიოზული ან მეტნაკლებად სერიოზული წყარო, მათ შორის თეთრი სახლის ვებგვერდის არ გვაუწყებს ამ წამამდეც კი მოულოცა თუ არა ამ ტრამპმა ამ ყაველაშვილს რომც მოელოცა არაფერს ნიშნავს, მოულოცა როგორც ძალაუფლების მფლობელს, ძალაუფლების კვერთხის მფლობელს ამ ქვეყნისა და ისე მიულოცავს ნებისმიერს, დონალდ ტრამპი იქნება თუ სხვა ვინმე პრეზიდენტად, ნებისმიერს აქ ყაველაშვილი იქნება თუ სხვა ვინმეს, ვინცაც აქ ექნება ძალმოსილება ან ძალაუფლება პროცესების მართვისა, ანუ ფორმალისტურად იქნება, თუნდაც არა დე იურედ იქნება ხელისუფლებაში. ამაზეც მინდოდა საუბარი, მოკლედ, მაგრამ ოპს და არ გამოდის. ახლა რატომ არ გამოდის? 2 წუთი და ახლა უკვე 5 წუთის წინ შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს განცხადებას. საელჩოს განცხადება პარტია ქართულ ოცნებასთან კომუნიკაციის შესახებ. ბიზინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე. ანუ საელჩოს თავაზობს de facto მმართველ ბიზინა ივანიშვილს შეხვედრას იქნება და დავალაგდეთ ამ მესიჯით, ამ ჩარჩო მესიჯით, მაღალი ალბათობით სწორედ ეს სურვილი აქვს საელჩოს და შესაბამისად შეერთებული შტატების ხელისუფლებას და ბიზინა ივანიშვილი ოლიგარქი საკუთარ თავს უფლებას არ აძლევს, არა, სწორი სიტყვა არის, ამათ აიგნორებს და ეუბნება, რომ ოპა, ჩვენ არ შევხვდებით, დავამთავრეთ. სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. ანუ არა მარტო ჩვეულებრივი შეხვედრა, არამედ ელჩი დანიგანი გადასცემს ბიზინა ივანიშვილს ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილს. მაგრამ ბიზინა უარობს. ბიზინა ამბობს, რომ მე ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი არ მაინტერესებს. დიდი ამბავი ატყდება ამაზე, რომ ვიცოდეთ მაინც. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით 22 მაისს ელჩმა დანიგანმა ბიზინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა. ანუ რუბიომ სთხოვა, ანუ მარტო ხო ყველა წინადადება. ბიზინა ივანიშვილს, კი არა, ელჩ დანიგანს შეხვდი ბიზინასო და ჩვენი და კონკრეტულად კი პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი გადაეციო. ეხლა რა შეიძლება ყოფილიყო ამ გზავნილში? ანაკლის თაობაზე რა საკვირველია, მსუყე აბზაცი, მსუყე პასაჟები, უნდა ყოფილიყო შუა დერეფანთან დაკავშირებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უამრავი რამ უნდა ყოფილიყო. დემოკრატიის გაძლიერება, რეპრესიების შეჩერება, შესაძლო არჩევნების ჩატარება, პლურალისტური გარემოს დანერგვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ელჩს აქვს ეს ვერბალური ტექსტობრივი მაღალი ალბათობით არ იქნებოდა, მაგრამ რაღაცა სალაპარაკო კი იქნებოდა დაწერილი ქალბატონ ელჩს ფურცელზე დატანილი, ის უნდა შეხვედროდა ივანიშვილს და ივანიშვილი უარობს. ივანიშვილი უკადრისობს. ივანიშვილი ამბობს, რომ არა, მე შეერთებული შტატების წარმომადგენელს არ შევხვდები. კატასტროფა, არ და თვითონ მართავს ხო ქვეყანას. თან რუბიოს თხოვს ელჩს, კი არა, ხო ელჩს. რათა შეტყობინება ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ. რა უნდა გააკეთოს საქართველოს? ეს უნდა ეთქვა ელჩს ბიზინა ივანიშვილისთვის. კობახიზე რო გამოდის ყელბოღერებით და ამბობს, რომ გვითხრანო რას გთხოვენ და ვინოხერი იქნება გავაკეთოთ კიდეცო, აღონდ არც გვეუბნებიანო და მე ექსტარმერზე აკეთებს რაღაცა პასაჟი აქ რომ ტელეფონიდან თავი არა უწევია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომ აგენ თლათ შეერთებული შტატების ლიდერი ელჩის
პირით აპირებდა ეთქვა მისთვის, ანუ ივანიშვილისთვის გასაკეთებელი რა არის ჩვენი ქვეყნის მიერ, ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიერ. ოღონდ ბიზინა ივანიშვილმა არ მიიღო. კონკრეტული ნაბიჯებს რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულთა შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. შტატების საელჩო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადასაწვირთი არის, ოკეი? ჩვენი მხრივ გავაკეთებთ 2, 3, 5, 17, 58 ნაბიჯს გადავდგავთ, მაგრამ თქვენც გადატვირთვა თუ არის აუცილებელი და დღის წესრიგში და არის, თქვენ უნდა გადადგათ ეს და ეს ნაბიჯები. მე კი ვარაუდობ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩამონათვალში, მაგრამ დაზუსტებით ცხადი არ ვიცი, რა პოლიტიკა აქვს შემუშავებული რუბიოს უწყებას და რა პოლიტიკას თავაზობს თლიან ტრამპის ადმინისტრაცია, ანუ შეერთებული შტატები, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, ეს მე საბოლოო ჯამში არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცით, თუმცა მაღალი ალბათობით ვარაუდობ, რომ ასე იქნებოდა არჩევნების თაობაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობის თაობაზე, ანაკლიის თაობაზე, შუადერეფნის თაობაზე, რუსეთთან ურთიერთობის ტაქტიკის თაობაზე და ასე შემდეგ, რასაკვირველი ევროკავშირიც იქნებოდა იქ ჩაწერილი, ევროკავშირთან ურთიერთობის აუცილებლობა, განახლების აუცილებლობა და ასე შემდეგ და მაგრამ ეს მაინც ვერსია ვარაუდებია. შეიძლება ელს იმგვარი რამ ეთქვა ბიზინა ივანიშვილისთვის დანაბარები ტრამპისა, რაზეც აზრზეც არა ვარ, წარმოდგენაც კი არა მაქვს არც მე და არც ერთ მიმომხილველს, ვინც ამბობს, რომ აი მე ყველაფერს ვიტყვიობ, მათაც კი. ყველაფერს ზედმიწევნით კარგად გავაანალიზებო. შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას რომ დაუბრუნდეს. ოღონდ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ საქართველოს მთავრობას რეალურად კი ბანდას სურს რომ დაუბრუნდეს ამერიკასთან პარტნიორობას, ეს არის საბოლოო ჯამში დიპლომატიური ენა. პასუხის პასუხად ჩვენ გვინდა ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა, ოღონდ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნების ხარჯზე და არ შელახვის ხარჯზეო, თითქოს ვინმე ლახავდეს ჩვენს სუვერენიტეტს, მით უფრო ოკეან გაღმიდან, თუ ვინმე ლახავს ისიც თქვენ რუსეთია და სხვა არც არავინ. ამ მესიჯს დაახვედრებს პასუხის მე-17 პასუხად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება შეერთებული შტატების ელჩს, რომელიც ირაკლი კობახიძემ გუშინწინაც კი 2 დღის წინ, 5 დღის წინ და 9 დღის წინ გვარიანად გამოლანძღა, თქვა რა, რომ ელჩსო უნდა უთუოთ 26 მაისის ღონისძიებაზე დასწრება, მაგრამ Deep State-მა არ გაუშვაო. Deep State-ზე გამახსენდა პარემღა ვიტყვი, მე არ ვიცი ნახეთ თუ არა და უაბრავი იუზერი Facebook-ზე აფცელებს დუგინის განცხადება Deep State-თან დაკავშირებით. და რომ დააფარო თვალზე ხელი ან დამალო ფოტოსურათი ან ამ ტექსტის ბოლოს არ იყოს დართული ხელმოწერა დუგინისა და კობახიძე რომ ჩასვა დუგინის ნაცვლად ავტორად ამ ტექსტისა, მიხვდებით რომ არაფრით განსხვავდება დუგინის და კობახიძის მესიჯები. 2 სიტყვით დაუბრუნდები შესაბამისად კობახიძეს. რუსეთი აძლიერებს კობახიძის ხაზს, ეს ვერსიაც არსებობს ჩვენს დე-ფაქტო ხელისუფლებაში, ანუ FSB-მ გაყო საკუთარი დასაყრდენი ძალა თუ ძალები. ერთი მიმართულება ჩააბარა ბიზინა ივანიშვილს, მეორე ირაკლი კობახიძეს. ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა მე არ მგონია რომ თანაზომადი ძალებია ეს, მაინც და მაინც ორი ძალაა. მე მგონია რომ ბიზინა ივანიშვილი მაინც უპირატეს მდგომარეობაშია და რუსეთის მთავარი დასაყრდენი ძალაა და თუ ბიზინა იტყვის, რომ კობახიძე ეხლა აქედან დაახვიე დამთავრდა შენი პარპაში, კობახიძე რაც არ უნდა FSB უჭერდეს ან FSB-ს ნაწილი უჭერდეს მას მხარს, კობახიძე დაახვევს. ოღონდ ბიზინას ერთი პრობლემა აქვს, კიდევ ერთი ამბავია მან რომ მას ახლანდელ ხელისუფლებაში უკვე დასაყრდენი არც არავინ ხავს. არ არის დასაყრდენი. კალაძე არის კობახიძის გუნდის წევრიო, ხო თითქოს არის. იმიტომ რომ კალაძე აშკარად ანტიღარიბაშვილი იყო, ღარიბაშვილი კი მოიცილეს. ღარიბაშვილს კი არ მივტირით, მაგრამ კალაძე ფიზიკური დაპირისპირებაც კი ჰქონდა თავის დროზე ღარიბაშვილთან, აბა მართლა სადღაც კი არ დავარდა და მხარი კი არ ამოიგდო ღარიბაშვილმა ოდესღაც, ახლა უკვე ოდესღაც. კალაძესა და ღარიბაშვილს შორის ომი იყო, ჩხუბი იყო, მოდი ასე ვიტყვი. კალაძესა და კობახიძეს შორის ომია თუ არა, კალაძის პროტეჟე იყო თავის დროზე ირაკლი კობახიძე, მაგრამ
მაგრამ ისინი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლა დაალაგებულები არიან ოღონდ ესკალაძე, როცა მოუნდება, მაშინ გადაბარგდება ბიზინა ივანიშვილის გუნდში. თუ ირაკლი კობახიძე ბიზინა ივანიშვილის გუნდის მოწინააღმდეგეა მაინც და მაინც, ასაკვირველია ის ხარგამაგრებულია ბიზინა ივანიშვილის მიერ და FSB-ს მიერაც ხარგამაგრებულია და ცალკე თუ დამოუკიდებლად არის თუ ერთად არის ბიზინა ივანიშვილთან, ეს კიდევ საკითხავია, არა, ბიზინა ყველაფრის თავშია მთელი ამბის აი ამ ორომტრიალის თავში ბიზინა ივანიშვილია თევზი საერთოდაც თავიდან ყარს და ბიზინა ივანიშვილი ამ თევზის თავია. მოკლედ ამბავი არის ეს, ვინმე გელაძე, რომელიც გაცილებით სასტიკი იქნება და რომც არ იყოს, მას სანქციები ელის, ისევე როგორც გომელაურს შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, არასწორი ციტატა ალბათ, ხო? აქ უფრო სათქმელია, რომ ნახეთ მე როგორ დავწერე ეხლავე და მე გადავაკეთე და ლექსი გადავაკეთე და ბოდიშ ვიხდი გეტყვით რაც დავწერე მე ვერ დაიჭირავს სანქციას ხო სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი ვერ დაიჭირავს სანქციას სურვილი შვილიშვილებთან ბურჭალობისა შვილიშვილებთან ყოფნისა ამბავი თუ გადაწყვეტილება გადადგომისა დიახ რეალურად გომელაურს სხვა სანქციებიც დაეკისრება მას რასაკვირველია დასავლეთი კიდევ ერთხელ და დამატებით დასჯის, მაგრამ გელაძესაც მისჯის სულ რომ ანტიგომელაური იყოს ის და რასაკვირველია მთავარი თემა არის ის რომ შეერთებული შტატების საელჩო ღიად ამბობს შეერთებული შტატების ელჩს რუბიოს დავალებით რომელსაც თავის მხრივ დაავალა ტრამპმა ჰქონდა პაკეტი გამზადებული პაკეტი წინადადებებისა თუ გადატვირთვა გვინდა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისა, აი ეს უნდა გააკეთოს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ და მაშინ ოკეი დავალაგდებით. ბიზინა ივანიშვილმა არც იუკადრისაა, მე კი ეს მნა წარმოვთქვი, მაგრამ მაინც არც იუვარა სწორიზმნა. არა. კარი მიუხურა მეთქი, ასე რომ ვთქვა, ხო, ესეც არ იქნება ბოლომდე სრულყოფილი შეფასება. ბიზინა ივანიშვილმა არც განიხილა ელჩთან შეხვედრა, ესეც არ იქნება სწორი. მაშ რა თქვა, კი არა, რა ქმნა ბიზინა ივანიშვილმა რა გააკეთა. ბიზინა ივანიშვილმა ცხვირწინ მიუჯახუნაც არა. ბიზინა ივანიშვილმა თქვა, რომ გაეთრიეთ აქედან. ამერიკელებთან არანაირი კონტაქტი არ მინდა. არც ელჩთან, არც თვით რუბიო რო ჩამოვიდეს და ტრამპიც რომ ჩამოვიდეს, თუ მაინც და მაინც შედგება შეხვედრა, ჩემსა და ტრამპ შორის უნდა მოხდეს ჩემთან აბასტუმნის უღრანებში, ოღონდ ესეც არ შედგება, იმიტომ რომ ტრამპი ეს ამბიციური კაცი, ვინმე ჭიაღუა ბიზინა ივანიშვილს, არც აბასტუმანს შეესტუმრება და არც თავისთან არ დაიბარებს. რასაკვირველია, ვინ არის, რასი მიქვია, უფრო მძიმე სიტყვა შემეძლო, ვინ არის ტრამპისთვის ბიზინა ივანიშვილი. ხო და მიუხურა რა, კარი, მიუჯახუნა რა, გააგდორა ასე უნდა ვთქვა, ელჩი ბიზინა ივანიშვილმა საკუთარი აბასტუმნის უღრანების სასახლის იმდებარე ტერიტორიიდან და საერთოდ აბასტუმნიდან და ლამის ქვეყნიდანაც კი მეთქი ასე ვიტყვი, ამით ბიზინა ივანიშვილმა მიიღო არა მისი გადაწყვეტილება, არამედ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სახელით. დიახ, გაგიკვირდებათ და ხო, ვინ არის და რას მიქვია და ვინ ჩემი მეგობარია ბიზინა ივანიშვილი, მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და მან მისცა საკუთარ თავისუფლება, რომ საქართველო ჩაეგდო ამ მდგომარეობაში დე-ფაქტო მართველი უარობს ტრამპის წარმომადგენელთან შეხვედრას, კარს უჯახუნებს, აგდებს, განაგდებს და ასე შემდეგ. ეს კი აისახება შეერთებული შტატების პოლიტიკაზე უკვე სამომავლოდ და საქართველოს წინააღმდეგაც ასე ვიტყვი, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს ამ დე-ფაქტო ხელისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ შეერთებული შტატები, მათ შორის ამის გამოც იქნება ფრიად გულაყრილი არა, გაჯავრებულ, გაბრაზებული და ბიზინას მიიყვანენ შეხვედრამდე უკვე აღარ დამთავრდა შეხვედრების დრო, მიიყვანენ იმ გადაწყვეტილებებამდე, რომლებზეც ბიზინა ივანიშვილი სულაც არ ფიქრობს. გომელაურმა იფიქრა? არა, გომელაურსაც არ უფიქრია. მას კიბოდიშებს და დათესვა მოუნდა, რაღაც დრიბლინგი გააკეთა, ოღონდ ვერ იხსნის სანქციებისაგან ესეც კი ვახტანგ გომელაურს, ხოლო გელაძეს ხვალ მისი გვარი არ გვემახსოვრება. გარწმუნებთ, სხვაშვილის მასაც ოხანაშვილის არ იყოს რაღაც ქვემოდან ზემოთ მოჭუტული თვალებით პუტინისებრი
ზერა აქვს და აკვირდით. როგორ გვანან ოხანაშვილი და გელაძე ერთმანეთს იერით. სულ ყველა კი ემსგავსება ნელ-ნელა ბიძინა ივანიშვილს. ხოლო ბიძინა ივანიშვილის ხვედრი კი იქნება უმძიმე. დავასრულოთ. სი